უყინული ანაბაზანაში დიდხანს გაძლება. რთული გონიათ, მაშინ თქვენ უნდა ნახოთ ის სხვა ჩელენჯები, რომელიც მერაბ დვალეშვილმა ჩემთვის გაამზადა. ეს იქნება ყველაზე ექსტრემალური, რთული და ფიზიკური გამოწვევებით სავსე ვიდეო, რაც ჩემი არხისთვის გადამიღია, რადგან 24 საათის განმავლობაში MMA-ის ლეგენდა და ჩემი მეგობარი აკონტროლებს ჩემს ცხოვრებას. გიო, ამოდი მაქედან ძმა, არ დაიხჩო. წინ კიდევ ბევრი დავალებები გელოდება, წამო. მერაბ, არ დაგავიწყდეს რომ მაშინი შენი მეცახელია და არა ყველასი, ამიტომ ეცადე რომ იუთუბერისთვის ცოტა მეტნაკლებად მაინც მისაღები და შესრულებადი დავალებები გამოუშვა, ოკეი? არენერულო გიო, წინ ისეთი დავალებები გელოდება, მაშინას თუ არა? პატარა პიპიას მაინც დაგიძახებენ ძმაო და ასე რომ ზადიყავი. რაც შეეხება პირველ დავალებას, აბა, გისმენთ. აიგერ შენი სახლიდან კვარი მოსჩანს პირდაპირ. გადასარევად. შენ ხო იცი რომ თავით გადახტომა მიყვარს. ვიცი, მაგრამ არ მიხარია. თავით არა საჭირო გადახტე, შეგიძლია გადასურო. ეხლა ზუსტად გაყინულია, ისეთი რომ შენთვის გამოწვევა იქნება. გაკაჟება. ხო და ეგ იქნება შენი დავალება. მე მგონი ამაზე რთული იქნება. შეძლებ. მაგრამ არ არის პრობლემა, მაგრამ წარმომიდგენია ეს თუ პირველი დავალება არის, შემდეგები რა მელოდება. შემდეგი გზა და გზა მოგაწვდი. შემდეგ დავალებებს. აი, მაშინ დავალება შენი, შესრულება ჩემი. ოსულა. დაბწამატები. არა, მერაბის თუ დაუჯერებთ, კი, აქვეა მტკვარი, მაგრამ შესაფერისი ადგილის მოძებნა მაინც აუცილებელია. მე კი დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელი გადაურჩები ამ გამოწვევას, რადგან მე ეჭვება წინ რამე უფრო მარტივი მელოდეს. ამასობაში მე მგონი შესაფერისი ადგილიც ვიპოვე. მოიცა კაცო. ეს კოტა არ არის? მზად ხარ სათევზაოდ? სათევზი დაჭერა. მზად ვარ, მაგრამ თევზის არ ვიცი, მაგრამ მე მგონი კაიჩიც დავიჭერთ ჩვენ აქ. მაგრამ მიხარია რომ შენ ჩვენთან ხარ, იმიტომ რომ ცივი წყალი შენთვის ახალი არ არის და მდინარეების გადაკვეთაზეც მაგ გამოცდილებამ. ძალიან კარგი, ჩემთვის პირველი მდინარეა ამ ზამთარს განსაკუთრებით, მაგრამ მიხარია რომ ერთად ვიზამთ ამ ყველაფერს. დავალება უნდა შესრულდეს, მაგრამ ამ ყველაფრის გასართულებად ხელში მეჭირება ნაბეღლავის ბოთლი და ვეცდები მტკვარი კოტასთან ერთად ნაბეღლავის ბოთლით გადავცუროთ და თუ რატომ აი ეს ბოთლი, ამას წყალში გავიგებთ. მზად ხარ? კი. გავეზავდეთ, წავედი. ელო! თავი, მზად ხარ? კი, შენ? აბა რა. წავედით, გოტა მზად არის. მე სხვა გზა არ მაქვს. ასე რომ აქამდე რა კი მოვედით, ვიწყებთ. გოტა, შენი გამოცდილება აქ მნიშვნელოვანია. აუ, რა თბილი ხარ, ბიჭო? მე თბილი ვარ, მაგრამ ქვემოდან. წავიდა. არის საკმაოდ ცივია. მერაბ, ჯიგარი ხარ. ეხა ნემეა უკვე ღრმავდება, აგერ მუხლებამდე. როგორც გავარკვიეთ, დაახლოებით 4-5 მეტრი შეიძლება იყოს სიღრმე ამ ადგილას. მაგრამ მაგის აპიდა, ბიჭო, ფეხი. მზად ცივია აბა მიწავიდა. მეგობრებო, ეს არ გაიმეოროთ, ეს სრულდება პროფესიონალის ზედამხედველობის ქვეშ. ყველაფერი ადგილზეა, რომ რამე იყოს, საჭირო იყოს, ამიტომ სახლში და მტკვარში არ გაიმეოროთ. რაც შეეხება ნაბეღლავს, მეგობრებო, ნაბეღლავი ჩემთან იმიტომ არის, რომ გახდა ჩემი არხის მხარდამჭერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდენო ერთი წლის მანძილზე ძალიან საინტერესო და მაგარი კოლაბორაციები გველოდება. დანარჩენს კიდე გეტყვით, თაკი შევცუროთ. ჩავიდა გოლა. არა მოდი ეს. ნაბეღლავთან ერთად ცუროთ. რა ცივია. ვახ! ძმა! ოპა! ვაკროთ, სულთანა დავისმე ბიჭო, იქით ვიცუნე. მარცხნი, ბიდი გოლა. მერაბზე ნაკლებები თურმე არ ყოფილა. ოპა. გორი ხმა, ხო? მეთქი ფეხს ავდევ ხო და? ოპა, ეს ის მყარი გადავახულია. ეგარი! We did it! შესრულებულია მერაბ. მერაბ ჩამარებულია. გაწითლა. კარგია. წყალი ხო არ გინდა ცივი. შუშხუნა. აბა. დაიწყე. აბა მადლობა შენი არხის მხარდაჭერისთვის. ნაბეღლავს მოკითხვები, სხვათა შორის. ნაბეღლავი როგორც იცით, მერაბის მხარდამჭერიც არის. ამიტომ წინ გველის ძალიან კარგი და საინტერესო კოლაბორაციები როგორც აქ საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს მიღმაც. ამიტომ გაუმარჯოს და ეხლა მოვისმინოთ მერაბის შემდეგი დავალება. შემდეგი დავალება ესეთია. მოხარშე 500 ხინკალი და გაუმასპინძდი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. აბა შენიცი. ცივი წლის შემდეგ ცხელი ხინკალი ნამდვილად რომ ისწრებაა. მით უმეტეს რომ მარტო არ ვიქნები არც ჭამაში და არც დარიგებაში და ჩემთან ერთად არიან ჩემი და-ძმები. რა თქმა უნდა. რომლებიც დავიხმარებიან და ასევე ყველა ვინც კი გაივლის აქ და დაგვეწევა 500 ხინკალზე.
ხო 500 ხინკალივე შენ მოახვია ხო? ნუ ბუნებრივია ხა მე მარტო ჩემს ქვაფში 500 ხინკალს ვერ ჩავატებდი. სწორედ ამიტომ ამ ყველაფერში დაგვეხმარა რესტორანი 2 ტონა, რომელსაც უგემრიელესი ხინკალი აქვს და ალბათ ბევრი თქვენგანი ნამყოფიც არის 2 ტონაში. ვიქტორ კუპრაძის 35 ნომერში გაიხსნა ახალი ფილიალი, სადაც იგივე გემოები და იგივე ხარისხი დაგხვდებათ, რაც ყველგან. პლუს ახალი ლოკაცია და ახალი ინტერიერი, სადაც ხინკლის მოხმოვაში საკუთარი ძალებიც გავტესტეთ. ალბათ ყველა მიცის მითები, მოსაზრებები, რომ რაც მეტი ნაოჭი აქვს ხინკალს, უფრო ესეთი რთული გასაკეთებელი, მაგრამ თან კარგია და რაღაცა, არ ვიცი, გემრიელიც არის. გემოში არ ამგონია სხვაობა იყოს. ვეცდები რომ მინიმუმ 10 მაინც გავაკეთოთ. წავიდა, აი მე. ხინკალი არ გამიკეთებია. 3, 4, 5, 6 გოგოებო, თქვენ უფრო მოგეთხოვებათ. ვინც ამას შეჭავს, ბედნიერება ეწვევა. შემზევარესია გიორგი. ვინ თქვა? მე. ბოლოს ვიჭედები, იცი? აი, ბოლოს მთლად ლამაზი ნაკეცი არ გამოდის, მაგრამ ჩაკეცვა შეგიძლია, აი ეგრე. აი, ბოდიში. მაგრამ რაღაცა ცოტა სველია. ჩემი ხინკალი ლახეთი. მეგობრებო, ესე 500 ხინკალს ჩვენ ვერ შევახოთ, кайხანი და დაუჩქარეთ რა ცოტა. ვინც ამერიკიდან უყურებთ ამ ვიდეოს, გეტყვით რომ ნებისმიერ 50-ვე შტატში შეგიძლიათ ნამუ გამოიძახოთ ხინკალი, რომელიც აი ესეთი ნამდვილ ქართულ გემოებს დაგიბრუნებთ და შეგიძლიათ თქვენს შემოგვიერთდეთ ხინკლის დაგემონებაში. 15 გვაქვს და 500-მდე კი რამდენი გჭირდება? 400 ეხლა კი დროა ხალხმაც მიირთვას და უფრო გემრიელ ნაწილზე გადავიდეთ. აბა, სანამ ცხელია, მოდი ეხლა დავიწყოთ მირთმევას, დარიგებაც, გამზადებაც და ეგ არის დანარჩენი ხინკალი შემოგვეწევა. ცხელი ხინკალი 2 ტონა ზუგემრიელესი. უფასო არის ცოტა არ ჯერათ, მაგრამ მერაბის დამსახურებით 500 ხინკალი აქ ეხლა აურთქლდება ძალიან ცოტა ხანში. გამარჯობა, 20 ხინკალი ხარ გესიამოვნებოდათ 2 ტონასთან. უფასოდ რა მისირიგებოდნენ და, ჰა? 20 ხინკალი თქვენ? გომესი მადლობა. 2 ტონასგან. ბატონო, ხინკალი უნდა გაგატანოთ ეხლა თქვენ. 15 ხინკალი. ცხელია ოღონდ და მიირთვით გემრიელად. იხარეთ და იბედნიერეთ. ცხელი ხინკალზე დაგპატიჟებთ, მეგობრებო. ცხელ ხინკალს გაგატანთ რა. არა და გემრიელია მართლა ოღონდ. დაიხარეთ, შეგერგოთ გემრიელად, ბედნიერად. ჯერ ხინკალი თუ ჯერ ფოტო? ფოტო. მეგობრებო, ცხელი ხინკალი. შეგერგოთ. 2 ტონის გემრიელი ხინკალი. აჰა, კურსელებთან წაიღე. რამდენი გნებავს? დაგვიგემოვნე, იმედია მოგეწონება. გაიხარეთ, წარმატებები. ბედნიერად. მეგობრებო, ცხელი ხინკალი უნდა გაგატანოთ, სხვანაირად არ გამოვა. ცხელი ხინკალია ახლა გამომართვით. აბა, გემრიელად შეგერგოთ. ხინკალი 5 ლარა, თელი 5. აი, საჩუქრად შეგერგოთ გემრიელად, ბედნიერად. 15 ცალია თითოში. გამარჯობა, ცხელ ხინკალზე დაგპატიჟებთ ეგრევე. ახალია ცხელია, არა, წაიღეთ თლიანად. ეს არის თქვენი და მიირთვით. თქვენ თლიანად არის შენი, თლიანად. თლიანად. ერთ შეგერგოთ. კარგად. გამომართვი? გადავიღოთ მოდი ახლა ფოტო. ამი. მე შეჭამ ხინკალი შეიძლება? არა, ჯერ მოვჩეს და მერე შეჭამე. როდის? მოვჩები და მერე შეჭამე. გადავიღოთ ჯერ. კაი, მე გავა მეგობრებო 2 წუთი და მოვა. რა? კარგი, გავაგრძელოთ. აბა ხინკალი. შეიძლება ხინკალს წაიღებ? ხინკალს ხარ გაიყოლებ საჩუქრად? გამარჯობა. შეიძლება ხინკალი გასინჯვა არის თუ როგორ ხდება? კი ბატონო, აი შეგერგოთ, ბედნიერად. მადლობა, უფასოდ ვარიგებთ ღეცოც. მაგრამშიო და უბრალოდ და მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. ცხელ ხინკალს გაგაყოლებთ სახში 15 ცალი ახალი 2 ტონადან მოსული, აი ესე უფასოდ ვარიგებთ, ვიდეოს ვიღებთ. გააყოლეთ. აბა თქვენ იცით, შეგერგოთ გემრიელად. ბიჭებო, კიდე ხო არ დაგიმატოთ 1 ყუთი. შეგვიძლია რო რამე. Sorry man, this is shawarma? Yes, this is ხინკალი, not shawarma. 2 ტონა? Yeah, you can tiuluri. It's called tiuluri. It's very traditional Georgian ხინკალი. Enjoy. Enjoy. Tiulur ხინკალს გაგაყოლებთ სახში თუ ვიბრძანდებით. 1 ყუთი უფასოდ. გემრიელად შეგერგოთ ბედნიერად. აჰა, შენი იყოს. აბა, გემრიელად. შეგერგოთ გემრიელად, ბედნიერად. აბა. ხინკალი, მეგობრებო. როგორ მიდის საქმე? აბა რა შვებით, როგორ მიდის ამბები? ხოლმე ამდენი ხანი. დაგვარიგებინე რა. არა, არაფერი, ამას საქმე გავედი. tiulurია დასარიგებელი და. კი, დავარიგოთ. რაღაცა ჭა. ბატონო, ცხელი ხინკალი tiuluri, შეგიძლიათ თქვენ გზავრსაც თქვენი გზავრის დაპატიჟოთ. ცხელ ხინკალზე დაგპატიჟებთ. ცხელი ხინკალია მიირთვით. აბა, მაშინ თქვენ დაგპატიჟებთ. ინებეთ. 2 ტონას უგემრიელესი ხინკალია, სხვათა შორის. წავედით, შეგერგოთ. ბედნიერად, კარგი გზა.
უნდა გაჭამო ხინკალი. თუ დაგვეწევი ერთ ხინკალზე ძალიან გაასწორებს. რა არის ხინკალსაც ავჭამ? მართლა. აი. Well, უხახო ხინკალი სტუდიაში. მერაბს მოკითხვა აქედან. ვიყვარხარ და შენ წარ. Thank you. ხელი, აბა გაგვიმარჯოს. აბა გვენის. აი ცაგათი ნარცალი ხინკალი უნდა ვჭამო. დავაი, აი კარგი დამანები. ბიჭებისთვისაც გატანი. აუ, მადლობა, ჯიგარი. ხელია, გაიხარე. მასივა, რა ვიგა, ჰაი, შეგიკითხო. დავაი. შეგერგოთ. ხო, მართლა აბა. აბა თქვენ იცით. 15 წელი ხინკალია უახლესი 2 ტონასი. აბა ბედნიერად. ესეც ასე, მერაბ, მე მგონი შესრულდა დავალება, ხო? მადლობა შენ ამისთვის და მადლობა სქვაც, რომ დამეხმარეთ. მე მგონი ყველაფერი კარგად. კი, 5 ხინკალი გვაჭამე და გაგუშ. ეხლა ვისაც გემრიელი ხინკალი გინდათ და ვინც საქართველოში ხართ, კი იცით რომ 2 ტონაში უნდა მოიკითხოთ უგემრიელი ხინკალი, ხოლო ვინც ამერიკაში ხართ 50-ვე შტატიდან ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ით ნამუ კომზე შეხვიდეთ, გამოიძახოთ და დააგემონოთ ნამდვილი ქართული ხინკალი ამერიკაშიც. ეხლა კი მოდი მოусმინოთ შემდეგ დავალებას, რას გვიმზადებს ნეტა მერაბი. გიო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ორივე საერთო მეგობარი ყავს ნაბეღლავი, კარგი იქნება თუ შენს დავალებებს ცოტა მეტ ექსტრიმს დავამატებთ. როგორც იცი, მე მიყვარს ვარჯიშის დროს მთებზე არ ვენა. შენ კიდევ მოდი გვაჩვენე დაშვებას როგორ შეძლებ. აბა შენც. ალბათ ბევრს გახსოვთ, განსაკუთრებით ძველ გამომწერებს, რომ წლების განმავლობაში მე ასე 10-15 წლის წინ აქტიურად ვიყავი დაკავებული დაუნჰილით. ნორმალურად აქტიურად ვიყავი დაკავებული და ძალიან მიყვარს ეს სპორტი და ზუსტად ამიტომაც ამ ბოლო დროს ველოსიპედით შევიძინე. ოღონდ რა თქმა უნდა დაშვება ბევრად უფრო მარტივი ჩანს, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ 100-საც ვცდი, იმიტომ რომ რაღაცა მეტად დავიღალო და უფრო რთულად შევასრულო მერაბის დავალება. ჩემთან ერთად არის ასევე რა თქმა უნდა Insta 360-ის X5, რომელიც დღეს დავუბარტერე Copter Tex და შეგიძლიათ ლინკი დაბლა იქნება, ვისაც გაინტერესებთ Insta 360-ის პროდუქციები და მოკლედ ამ კამერით გადავიღებთ გზაში, დრონიც გამომყვება და აბა ჩვენ ვიცით. ყველაფერი მზად არის, აბა თქვენ იცით. შევხვდებით კუსტბაზე. ესეც ასე სიმართლე გამხელილი ჯობია, რა თქმა უნდა. და ვიტყვი რომ ელექტრობაიკი რო არ იყოს, შანსი არ მაქვს აქ ასვლის, არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრს. მე როდესაც სტუდენტი ვიყავი, ბევრად მეტი ადამიანი კატაობდა, დადიოდა, ვარჯიშობდა, ვიდრე ეხა როგორც გავარკვიე რა. YouTube-მა იცი ზალა, ზალიმ კატაობა დაიწყო და ვარჯიში. მას შემდეგ რაც მე შევეშვი ესე ვთქვათ ამ სპორტს და ძალიან მიხაროდა რომ ხედავდი როგორ აკეთებდნენ ამ გზებს, ტრასებს, დანომრვას და ასე შემდეგ. მოკითხო ზალას. ძალიან დასაფასებელია ისიც რომ ნაბეღლავი ქართულ YouTube-ზე შემოვიდა მეგობრებო. დაუკომენტარო და გაუსპავოთ ნაბეღლავს რომ ჯიგრები არიან, იმიტომ რომ ქართულ YouTube-ზე კიდევ ერთი ქართული კომპანია შემოვიდა. კუსტბა არის პატარა ტრეკი, შეიძლება ესე ითქვას 3-4 წუთიანი. იმედი მაქვს რომ უკვე გაზაფხულზე შევიკრიბებით ისევ ხალხი, ვინც უკვე ხართ, შეგიძლიათ შემეხმიანოთ და ვიაროთ ერთად ვარჯიშოთ. ეგ არის. მოვედით, როგორც იქით. მოკლედ შევამოწმეთ და ზუსტად 11 წუთი დამჭირდა აქ ამოსასროლად ბაიკით და მაინც არ არის ეს იმაზე ნაკლები, ვიდრე მერაბმა ირბინა 1389 საფეხური თაწმინდაზე 2007 წელს შეჯიბრძე. 9 წუთსა და 13 წამში მეგობრებო, მერაბმა ეს არის, ეხლა რასაც ხედავთ, ეს არის მისი ნომერი, რომლითაც ირბინა ამას წინ ჩამოსულიყო და მიყვებოდა რომ მანდ მივიღე მონაწილეობაო და მაგ კიბეებზე მინდოდა დაშვება, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი არის მანდ დაშვება, არალოგიკური იქნებოდა უბრალოდ, მაგრამ მზად ვართ იმისთვის რომ დავეშვათ. ეხლა მოვემზადოთ, ნაბეღლავი ჩავარტყათ და თან დრო დავინიშნოთ. აბა, ღმერთი არის ჩვენთან. ეგარი რა, აი ეს ასწორი. ყველაფერს ვარჯიში ჭირდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვერ დავეშვებით. ოპა. შესვენება. მეგობრებო, არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან წელს ძალიან დიდი გეგმები მაქვს. მაგარი ვიდეოები გელოდება წინ და ასევე უნდა გითხრათ უღრმესი მადლობა წინა ვიდეოზე უმაგრესი კომენტარებისთვის და გვერდში დგომისთვის. და რა თქმა უნდა, გამოიწეროთ ჩვენი არხები. ახლოს ვართ და შემდეგ ჩვენივე რეკორდი უნდა გავაუმჯობესოთ. ოპა. დალახი ვიგრძენი უკან. ოპა.
აი ესეც ასე მოვედით ბანკის პარკთან. ბოლო გემრიელი ვირაჟი ცოტა ჩქარა უნდა. და ამ დროს მე რაბის საათობით გაუჩერებლა და 5 რაუნდს ბრძოლობს. ეგ არის. აბა, ჩაბარდა ჩემპიონო. მე მგონი ყველაფერი გავაკეთე და შემდეგი რაღა უნდა იყოს ისეთი. გიო, მე შენ დიდი ხანია გიცნობ და წვერის გარეშე არ მენახარ არასდროს. ამიტომ შემდეგი დავალება იქნება რომ გაიპასო წვერი და იარო წვერი გაპასური. ოპა, 10 წელია წვერი არ გამიპარსავს და 3 წლის წინ, როდესაც TikTok-ერების ჩელენჯს ვასრულებდი, ვიდეო იწყებოდა ზუსტად წვერის გაპარსვის კადრით, მაგრამ ეგ იყო ხუმრობა, სკეჩი და როგორც ჩანს, ეხლა ნამდვილად არ ამცდება წვერის გაპარსვა. თვითონ გაპარსვის პროცესი ალბათ მტკივნეული არ იქნება, მაგრამ აი, ოჯახის წევრების და ახლობლების რეაქციები ნამდვილად მაშინებს. წვერს თუ გაიპარსა, ვიცოდე, სახში არ მქონდა. შენ გორი მოვაქენი არ ხარ. ეს რა, ეს ჩვენი გვარი როგორ შეერწყმენა? გასკავს. unfollow. მოკლედ, ამ რთულ მისიას მე მხოლოდ ჩემს თავზე ვერ ავიღებ, ამიტომ ვეტყვით Ace Barber Shops, სადაც პროფესიონალები მოგხედავენ და 10 წლის შემდეგ პირველად გაიპარსავს თქვენი მონამორჩილი, აი ამ წვერს. წავით. სალამ, გაუმოძეს. როგორ ახარ? კარგად, როგორ ახარ? არა მიშავს, ცოტა ცუდად. რატო? წვერს უნდა დავამშვიდობოთ ასე ყვეწნე. ამიტომ ზად ხარ? იგი, შენ თუ ზათვარ? ეხ, სად არა ვარ, მაგრამ რა გზა არის, შემოდავით. ცოტა მტკივნეული იქნება ალბათ. გულში. ისე არა, ისე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მართლა მაგრად მეშინია, როგორი ვიქნები, მაგრამ აინტერესებს. გამოგიხდი. მე მგონია, რომ თავი დაფრთხილდება ეს. არა. ჯერ უმტკივნეულო პროცესით დავიწყოთ, რომელსაც თმის შეჭრაქვია, იმიტომ რომ ისედაც ყოველ კვირას არ გვაკლია ხოლმე. თუმცა თმის და წვერის შეჭრის გარდა ვიცი, რომ Ace Barber Shop-ში ძალიან მრავალფეროვანი სერვისების არჩევანია და კიდე რა ხდება აქ დავით, 1-2 სიტყვით რო გითხრა. ყავს ასევე კოსმეტოლოგი. კოსმეტოლოგის გარდა ყავს პედიკურის და მანიკურის სპეციალისტი. ასევე ყავს ტატუაჟისტიც. ნახე, ტატუარი მაქვს ოთაშორის და მომარ გადავჯდეთ გვერდით. არა, ეგრე. დაგიგმოჭირდება მაგამ ბოსის მარტივი არ არის. ეგ არის, მოკლედ, რაც შემეძლო გავწელე მეგობრებო, 10-ს ხა მეტი არაფერი არაა შესაძლებელი. ამიტომ შეგახსენებთ, რომ ვიდეოს ბოლოს კი არა და აი რამდენიმე წამში ოჯახის წევრების რეაქციაც გვექნება, მერაბის რეაქციაც გვექნება. მეტკინა. გული. შვილს არ უნახივარ გაპარსული, ირამ არ იცის როგორი ვარ, ნუ არც მილამ ბუნებრივია. თეონასაც მე მგონი ერთხელ ყავარ ნანახი, აი ისე რა, შეჭრილი წვერებით. რა ცუდია. აი, გავხუჭავ თვალს, რომ არ ვნახო. ჩავიხედე სარკეში. კარგი, ეგრე იდექ იგიო, რომ სარკეში ვერ დავინახო ჩემი თავი. ეხლა გავპარსებ. თავი შეიკავე თუ შეიძლება, ვიწეს კამერები უვარდებათ. მე ვერ ხედავ კეთე, ჩემს თავს ვიდადე. დაპატარავდი. აღარ ჩავიხედავ სარკეში მომდენო ეთიკე. ისე რა თულია, მართლა რაღაცა შეეჩვევი ადამიანი. ნამდვილად მომდენო. შო, ჩავიხედო? კი, მოგაშევს ტოებ. ხადაო, რა არის? ვაიმე, თავი რა პატარაა, კირილს დავიწყებ, ეხლა ცრემლებს ხედავთ? ხადაო, უბრალოდ ხადა. ღმერთო, ჩემი თავი არ მინახავს, რამდენი ხანია. კაი, გავპარსოთ სასწრაფოდ ულვაში. იმიტომ რომ ძალიან კომიკურია. ეგარი. ვაიმე. კანი როგორ მდგომარეობაში მაქვს ესე? იმის ყოლობაზე რომ არა, ძალიან კაი მდგომარეობაში გაგდა. 10 წელი მოგაგდა. რა მაგარია კუჭაში გაიარე, მიდი იგრიალე ოქრო. და რაღაცა ჟესტები ჩემი არ არის ეს. ვაიმე. მოდი ხა დავებანოთ. რა წინდა ის ნიქენი დავით. ეგ არის, მე მგონი დავალება შესრულებულია, მერაბ, რა სიტყვი. მადლობა დავით, მადლობა. Ace Barber Shops, უგმესი მადლობა და მე მგონი
ასეთი სერვისისთვის აქ გადმოსვლა ღირს საბურთალოდან და მე შემოგივლი თქვენი და მოგბრძანდით. ეხლა კი მეგობრებო რეაქციების დროა. ფისტესიაც მოვიდა აქვე და შეგვიძლია ვნახოთ და ასევე კირა და თეოც მოვა რამდენიმე წუთში. გადმო. ვიცი. ბოქტოს. გამარჯობა. ეს ჩემი უფროსი ძმაა, უკაცრავ. არ გაიცნო ვაფშე. სანამ წვერი გაკაბარზული, ეცადე. ჩემი შევა იქნება. ეგ მეციფიქრე სარკეში რო იყურებოდი მეთქი სერიოზულად ახერხე, ხო, აი, ესე ჯობია. არ გაიცი. დაიშვები. მოდი კირა, კარებს მე გაგიგებ კირა, მოდი. პატარა გიორგი მიდგას წინ. ანუ პირველად რო გაგიცანი ისა. მამა, მოდი ჩამეხუტე. ეს შოქში არის. რატო გეცინება? აღარ უნდა მამას ნახო. მამა! მოდი დაინახე, ნახე რა მაგარია. ხელი მოკიდე, აბა ლოყაზე ჯერ. გიორგი, ყველაზე მაგარი ის არის, ვერავინ ვერ გიცნობს. კაცშული ვერ იცნობს. მამიკო დაკარგა. გავიყიდე, ჩამეხუტე რა. მოდი. კაი, შევიყარ მანქანაში და ველაპარაკი. რა. ბავშვი არ მიიღებს. არ მიმიღო ბავშვო. მე ვთხარე, მე რო თავი გავიპარსო, ხო ისევ გიყვარები მეთი და არაო. მა რა მნიშვნელობა აქვს თმას და წვერს, მამა, დედიკო და მამიკო ვართ. შენი ოჯახის წევრები ვართ. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას და ვიზუალს, სიყვარული? იმედი მაქვს მეორე შულსაც იგივე რეაქცია არ ექნება რა. აღარ ექნება ესე. ნახეთ. ნახე ბავშვი ისინდა. ლამა. მოკიდე ხელი მოკიდე. ნახე, მილა. ბავშვი რა უცნაურად იქცევა. აქ მაკოცი აი აქ. კირასავი ცუდი რეაქცია მაინც არ ქონდა. სოროები. ახტება, გაგატყა. მოგწონს. 20 წუთი უკან დაბრუნდი რა. მამა, შემიძლია გიდი ხა? ჩარტყი. წვერიანი ჯობია თუ ესე? წვერიანი. ეხლა კი მოდი ჩვენს თანამშრომლებს ვანახოთ დაპარსული წვერი. რა ვარა. დასაკეთები? აუ, აი ვიქა. ვახჩები. იგივეა რა? ჩემი წვერი და შაკოსტმა. გაჩენ უმიყურებდე. ეგრეა მოკლედ, ახალგაზრდა გიორგი დაბრუნდა და აბა მოვიხონეთ. რაც შეეხება მდავალებას, ეს იქნება შენებლობა. უნდა მონახო სამშენებლო კომპანია, უნდა იმუშაო და უნდა გააზრდო შენი კარდიო მაგ. აბა წარმატებული. როგორი სიმბოლურია რა? პირველი დავალება მიწაზე ლამის წყალქვეშ დავიწყეთ, ხოლო უკვე ბოლო დავალებაზე ჩვენთვის საყვარელ სიმაღლეებზე გადმოვინაცვლეთ. ასე რომ მე პირადად რა თქმა უნდა მზად ვარ. Let's go! როგორც მერაბმა თქვა და როგორც ყველა მიცით, მერაბი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მშენებლობაზე ამერიკაში, რაც ნამდვილად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რა თქმა უნდა და ყველა ადამიანს პატივისცემა, ვინც ამ საქმიანობაში არის ჩართული. ასე რომ მოდი ვნახოთ მე რაში შეიძლება ჩავერთო და შევიტანოთ ჩემი წვლილი. ლუკა გამარჯობა. რაში შეიძლება ჩავერთო? ეთნოსიტის პროექტში უამრავი სამუშაო ვრცელდება. კი, დავინახეთ დრონიდან. არმირების სამუშაო მიმდინარეობს საფასადე სამუშაოები, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევცდებით ხელი შეკიცხო და ჩაგრთოთ ნებისმიერ საქმიანობაში. საფასადეს მივაწვეთ მაშინ, იმიტომ რომ თან სიმაღლე მაინტერესებს, ცოტა საინტერესოც იქნება, დრონით გადავიღებთ და მერე გადავიდეთ უკვე დანარჩენზე, თუნდაც არმირებაზე. არ იქნება პრობლემა. ესეც ასე საფასადე სამუშაოებისთვის მზად ვართ და ის გადაგვრჩენია, რომ ავიწიოთ მე-6 სართულზე და დავიწყოთ მუშაობა. ჩვენთან ერთად არის მამუკა, რომელიც აგვიხსნის ყველაფერს დღეს და მასთან ერთად წავიდა. თან ავიწიო. მოკლედ მამუკა, შენ იმედი მაქვს, ხა უნდა ამიხსნა რა, როგორ მუშაობს და მაგის მიხედვით უკვე მეც ვესწრები ჩემი წვლილის შეტანას. რომელ სართულზე ვართ ხა? მე-6 სართულზე ვართ. ეს აიდე.
ამი? კი, მაგით ამოვუცი. და ცეზეთ. ეგრე. ესე წავუსვენ. მაიცა ჯერ მაიც. შენ ქენი ესე და მეც უნდა ვცადო. მაიცა. ეგრე მარტივი არ არის. ეს არის წეროცემენტი. წეროცემენტი, ამას დავუარცხნით ერე. ამის შემდგომ აი ამ პროფესიაში ყველაზე რთული რა არის? ეგ მაინტერესებს შენგან. არის სიმაღლეც ისია 23 საათზე ვადიხარ, ხან ცოტა ხარია, ძალიან ძნელია. დღეს დილითაც ხა ისეთი კინო აიღო, კინოში და ცუდი ხა ვერ მოძრაობ და მაინც გასერებული ხარ. ამიტომ ვამბობ ყოველთვის და დღესაც თქვი ვიდეოში რომ დასაფასებელია თქო ის ხალხი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის შენელობა და მუშაობა. ეხლა ავიღოთ დეკორატიული აგური და თვალის ზომით რა, სანამ თავაზეს ესე თვალის ზომით ვაკრავთ და ვაკეთებთ ესეთ გაბაგეთ. ხარეთ? ანუ არის შუაში უნდა იყოს ყველა ვარიანტი. დაადე აქედან ჩემი ესე აი. დიდი შენ დაადე. დაშორება ესე ხო? და თვალით რა ეს ზომები რო ფონდეს და მე გავასწორებ თარაზით. მე ვიტყოდი რომ ძალიან რთული არის ხა ფასადზე მუშაობა, მაგრამ ზოგისთვის ალბათ აი სიმძიმეების თხევა უფრო რთული არის რა. ეხლა მაგეც უნდა ანუ რა ყანება არ გიწევს ამ შემთხვევაში. ლურკაში ჩადებულია ყველაფერი, წეროცემენტი, აგური, თარაზო და მიყვები ის. ერთიც. ეხლა შემდეგი ეტაპი არის უკვე თარაზოზე გასწორება. უკვე გასწორება. ეხლა თორიადებით ვასწორებ. რიად ვასწორებ ფლიანი. დაბლადაცი აი ესე. არა, აი ეს არ მომწონს. აკეთებია გაკეთებული. ახლა წავიდეთ დაბლარია. შემდეგი. იგივე გავასწოროთ ესაც. ეგ არის. ნახე შენ, ეს უფრო რთული ნაწილია მე მგონი. თუ ეს აქედაც უნდა გავუსწორო? ხო. ჩვენ ვართ ხელოვანები. ეგ არის. თითქმის 1 კვადრატი გაკეთებულია. 1 კვადრატს ვაკეთებ მეგობრებო ამდენი ხანია. 1 კვადრატს და წარმოიდგინე ეს ხალხი 10-ობით და 100-ობით კვადრატს აკეთებს. 350 კვადრატია ახლა ეს. ეხლა მოგლეთ ნელ-ნელა გადავინაცვლებ, დავიწყებ და ვთვლი ალმატურის მოწმას. მადლობა მამუკას და წარმატებების შესაქმნელში. თითქმის ყველა დავალება იყო ესე ვთქვათ მერაბის წარსულზე და მის განვლილ გზაზე ადაპტირებული ხინკლის ამბავი, ნამუს თემაში, რა თქმა უნდა მშენებლობის ამბავი, რომელმაც ალბათ ძალიან ბევრი რამე ასწავლა მერაბს და მოკლედ ეს გზა გაიარა იმ ჩემპიონობის შედეგამდე, რა შედეგამდეც დღეს არის მისული. ცივი წყალი მტკვრის გადაცურვაც მერაბის როგორც მიხვდით ნახტომთან იყო დაკავშირებული. აი, წვერის გაპარსვა რა შუაში იყო? ცოტა ვერ მივხვდი, მაგრამ მე კი გავიშალე. ამოვედით შემდეგ ადგილას და როგორც ხედავთ, მიდის არმირება აქტიურად, აი იქითაც, ანუ რამდენი ადამიანი მუშაობს ერთად. ეს ჩემი აზრით საკმაოდ რთული სამუშაო არის, ნებისმიერი ამინდის მონაკვეთში, ნებისმიერ დროს, ამდენი რაღაცა რომ უნდა აკეთო. ამიტომ ეხლა ჩავებათ ნელ-ნელა სამუშაოებში და მოსწავლეებს იღებთ. უკვე ადვილია, უკვე აი ნამოვდე. всё. ანუ აი ესე და ესე. ესე. всё. მე მგონი ცოტა მოიწია. კი ბატონო, ახავარ ეგ არის. სხვადასხვა შეგახსენებთ, რომ Monolith Groups 10 დასრულებული პროექტი აქვს, ვისაც დასრულებული სახლი გაინტერესებთ უკვე და ჩემგან განსხვავებით არ გინდათ 3 წელი, 2 წელი აშენოთ რაღაცა და ასევე რა თქმა უნდა 2 დიდი მიმდინარე პროექტი, ერთ-ერთი მათგანი აქ ვართ, შეგიძლიათ გადახედოთ, ლინკი იქნება აღწერაში. ეხლა კი შევუდგეთ საქმეს. აი საქმე, აი ესე არ ჯობი რა. შენო ნუ გონიაო, ესე მარტივადო დაგვიძრებიო, ხო და? დავაი ხა წონებიო რა. მომინდომა აქ ფასადის კეთება და მიკვრა. თან ბიცეპსის ვარჯიშით გამოგივა. პირდაპირ დასაწნავად ემზადება არმირებისთვის? სამივე თუ? ერთი ამოვიღოთ, ხო? ერთი იქეთ? დავაი, გადავიტან ამას იქ. დავაი მაშინ. ერთი ცალი რა წამოსაღებია. მეტი არ გვინდა? ბიჭო, ხო პატარა ჩანს, მაგრამ წონა აქვს. რამდენი კილო იქნება ეს? მეტი არა? არა, ის 10 კილომდე. ესეც ასე ყველაზე რთული და ენერგიული დავალებები დატვირთული ვიდეოც. დასასრულს მივახლო და იმედი მაქვს, ისე ამონეთ, იმედი მაქვს, მერაბიც კმაყოფილია და მსგავსი რაღაცების კეთება აღარ მომიწევს. ასე რომ, ეხა ვინ რეკავს რა. აბა,
სალამ, ჩემ, მოგწონს? მოწონს. ოჩა, იმედია კარგად გახურდი ამ დავალებებით. კი, ყველაფერი შევასრულე მე მგონი რა. კარგია. შემდეგი უკვე ლას-ვეგასში ჩამოსვლა. კი, კებში რო ვიქნები, უნდა ჩამოხვიდი აქ და 100 საათი ჩემთან ერთად უნდა ივარჯიშო. აუ. დაიცა. არ მესმის, მერაბ, დაიცა. რა 100 საათი? მერაბ. არ მესმის, არა. არ ისმის არაფერი, გამოიწერეთ ახლა.